Салам ხალხო, უყურებთ ტრადიციულად ტყუპების პოდკასტს. ამჯერად არა ტყუპის ძალის, ან ტყუპების გარი დაგვიბრუნდა, როგორც იქნა, რაღაცა კაი თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ. ორთვიანი პაუზის შემდეგ გარი დაგვიბრუნდა და ამჯერად რაღაცა მონოლოგი აღარ მექნება, დიალოგის რეჟიმში ტრადიციულად განვიხილავთ კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა პოლიტიკურ ამბებს, გარიც მოგვიყვება თავის ევროპულ მოიარზე. კი. ევროპულ ამბებზე, ტრადიციულად დასაწყისში როგორც ვამბობ ხოლმე, ვინც უყურებთ ჩვენს პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწერეთ ეს ვიდეო და თითქმის უკვე 100 გამოწერს უკაკონებ, ძალიან ნელა მივუყავთ. თუმცა ხო, რაღაცა ნელ-ნელა გავიზარდოთ. ხო, დავიწყოთ ახლა ჩვეულებრივად სტანდარტულად აქაური ამბებით ჯერ. პირველ რიგში მე მინდა მიმართო ჩვენ ერთგულ მაყურებელს. მინდა ბოდიში მოვუხოთ პირველ რიგში საბას და ჩვენ მაყურებელს ესე მალე წავედი. როდესაც ვილაპარაკებ მიზეზებზეც, ისე არ მომხდარა რომ უმიზეზოდ იყო. ყველაფერს თავის მიზეზი და დრო აქვს რა. მაგრამ იმედია ისე იქნება მომავალ საშუალება რომ მოვყვე მომავალში. მეტი აღარ გამეორდება, იცი რა. თუ. კი ბატონო. ხო, ისევ და ისევ კлау ეს მთავარი აქტუალური თემა რაც არის ისევ არაბიზაცია ამ ქვეყნის Eagle Hills-ის პროექტი და ზოგადად ის თუ როგორ ოპერირებს ხელისუფლება, როგორ ცდილობს ამ პროექტის გაყიდვას და თავის დროზე თავის ჩადებულ ნაღმების განაღვანს, როგორ ცდილობს, გვახსოვს 2012-13 წლებში იყო მგონი ეს ჰუალინგის პროექტი რაც იყო, ჩინელების ჩამოსახლების ამბავი იყო რაღაცა ატეხილი და რაღაც მათ კოცებმა შეუწყეს ხელი მაგ პროპაგანდას, რომ რაღაცა წინა ხელისუფლებას აქ მასობრივად ჩამოყავდა ჩინელები და ჩინელიზაცია შეიძლება ყოფილიყო. ხო და ეგეთი ამბავი დაემართათ ახლა თვითონ რა, თავის ჩადებულ ნაღმებზე ამ არაბების თემაზე. ხო, პროექტის შესახებ ყველა მიცით და რასაც ვაკვირდებით, კობახიძის ჰქონდა პარლამენტში, მათ შორის პარლამენტში გამოსვლა, სადაც ისაუბრა ამ პროექტზე და რაღაცა აღიარა ონდის პროექტი გაიყიდა, აღიარა ის, რომ რაღაც ადრე ხო იყო კოცების რიტორიკა, რომ ევროპაში ყველაზე აგრები ვართ, რაღაც ეკონომიკით, იმით და აღიარა, რომ ხო რაღაცა 9 თუ 8%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მის მიუხედავად ჩამორჩებით ყველა ევროპულ ქვეყანასო, მათ შორის ყველაზე ღარიბსო, სოციალურად დაუცველი ბევრია, ეს ბევრი. ეს ვიტყვით, ხო და ცდილობს მაქსიმალურად ეს პროექტი გაყიდოს. აქეთ საზოგადოებამ რაღაცნაირად დაინახა ორი შიში რაღაც, ორი რა. ერთი რომ არაბიზაცია ხდება, მასობრივად ჩამოვლენ არაბები ამ ქვეყანაში და გენოფონდი ქართული გენოფონდს რაღაცა საფრთხე დაემუქრება. მეორე არის ის, რომ ხელშეკრულება დახურულია და კაცმა არ იცის რა და როგორ არის მად. შენი აზრი მაინტერესებს გარი. ხო, პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა რა იყო ბახიძის ამ განცხადებაზე ევროკავშირზე არის ის რომ ზოგადად ოპოზიციის სპექტრის რაც მე არ მომწონს ანუ რაღაცებს აღიარება უჭირთ რა ღარიბაშვილის შემთხვევაში როცა იყო პრემიერი ღარიბაშვილი ეგ ყოველთვის იყო ისეთი რომ აი უსაქმური მართლა ცოტა დებილია და საქმის არ გაკეთებელი დიდი კორუფციული სქემის კობახიძის როცა კორუფცია რა თქმა უნდა იქნება ოღონდ რაც კონკრეტულ ძალებში და კობახიძემ რაც აჩვენა რეალურად მათ შორის კოცებს და რასაც ცდილობს რო აჩვენოს, რომ აწი ძალოვნები არის მნიშვნელოვანი მარტო სასამართლოს კლანი, დანარჩენები ვინც ხართ საჯარო მოხელეებით, ვისინი დედას გიტირებთ თუ მოგვინდება აბსოლუტურად ნებისმიერ დაღჟით დაგიჭერთ და ბიუჯეტი დაახლოებით რამოდენიმე თვის შეიძლება ხა მილიარდსაც გასცდა 800 მილიონით შეამცირეს საბიუჯეტო ხარჯები, რაც არის ბევრი. კიდე ერთხელ ნიშნავს კოცები როგორ ფლანგავენ რეალურ ფულს, რომ რეალურად ნახევარი ბიუჯეტი დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია შეკვეცო ისე, რომ არაფერი ქვეყნის ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე და ინფლაციაზე არ აისახება საერთოდ. კობახიძე ახლა რაც ცდილობს, არის ის ამით ის უთხრა, რომ ეკავშირამდე ბევრი გვიკლია, რომ საჯარო მოხელებსაც სკოლის მასწავლებლებს ყველა საჩვენა ნებისმიერს გაგიშვებს სამსახური ან პრობლემა არ გექნება. თავარია პოლიცია, სპეცრაზმი, ჯარი, აი ეს ხალხი, ვინც ძალოვნები მოკლედ იქნებიან კარგად რა. ამიტომაც მე მგონია რომ 26-ში იქნება ძალიან ბევრი საჯარო მოხელის გაშვება. პლუს კი სოცდაუცველებზე იმუშავა, რომ სოცდაუცველები რაც ყავს. იქ სიმართლე თქვა, სოცდაუცველები გაცლებით მეტი იღებენ სოცდაუცველს, ვიდრე სოცდაუცველები ყავს და რეალურად შეიძლება საკმაოდ შეამცირო ეს და აწი 26-დან ალბათ ვინც არ იქნება დამჯერი ან რაღაც ეგეთი
მგონია რომ 20-30% შეუკვეცავენ საერთოდ ამ სოციალ და ანუ ხო თავისიანების რეპრესიების დაიწყება, იმიტომ რომ ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს. ხარჯების ოპტიმიზაციას კი ცდილობს და დაიწყებს ყველაფერი იმის გაკეთებას, რომ ყობახიძე ბოროტია და რაღაც ფულის მოტეხვა რა თქმა უნდა გაგრძელდება, ოღონდ რაღაც ლოკალური ბიზნესი და ყობახიძის კლანის, ასე ვთქვათ, კომანდაში, მაგრამ ჩვეულებრივ კონცეფტს ეთყევთ, თქვენ ძმაო, კაი მაყუცი გაკეთებთ ისედაც კაი ფული გაგდა, მეტი არ იმდენი არ მოიპაროთ, რომ ბიზნესამ არ იცოდეს რაღაც ეგეთი რა. რაც პროსი წამოვიდა ღარიბაშვილზე ხებზე, ყობახიძე მიაწვება ამას, რომ აწის ხალხს ჩვენია, როგორც აქამდე იყო, მაგრამ აწი უბრალოდ არა კოცებს კი არა, ვინც კოცები ხართ. მეტი არ მოიპაროთ, თორე დედას გიტირებს რა, რაღაც ეგეთზე ეგ ამაგას ანიშნებს ჩემი აზრით და ეგ ყველაფერი რეალურად მაგიტო ხდება, რომ აწიონება რომ არჩევნებს რა აზრი აღარა აქვს, აწი უკვე მართლა რომ თუ საჭირო რიცხვებსაც დაწერენ და რეპრესიებს გაზდიან ბოლომდე მათ შორის შიდა კლანში რა. თან ეგ ჯერჯერობით ჩვენ რაზე ვცხოვრობთ, ჯერჯერობით არც თვითონ ყობახიძის ისახის რომ ეგ ჯერ დასაწყისი არის, ანუ ეხლა ვარ შუა პროცესი, 26 წელს იმდენი რამე მოხდება დარწმუნებული ვარ თვითონ შიგნით. ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია რეალურად ეს ხდება, რომ ყობახიძე ხო ანუ რაც უნდა თქვა, კოცებს რა ამ ომის გამო ძალიან ბევრი ფული შოვეს, ძალიან ბევრი და ეს ფული არის შესაბამისად მართლა იცოდეს ბელარუსი ნახო, მოლდოვა რო ნახო, ან ჩვენ რაღაც ძიმე სიტუაციაში ვართ, რაღაცების აღიარება გვიჭირს რა. აი მოლდოვა ევროკავშირში მოხდება 2030-მდე და ძალიან წინ წავა და ჩვენზე კარგი წინ წავა, მაგრამ თვითონ მოლდოველების თავრობა ხო არიან ძალიან კორუმპირებული. უკრაინას ომია და უკრაინაზე მე ვერ განვიხილავ ხო ომში და ესეთ სიტუაციაში მთელ ევროპას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს რეალურად უკრაინა იცავს ამერიკელებთან ერთად. მაგრამ მოლდოვა რო ავიღოთ, იმდენი შესაძლებლობა აქვს, იმდენი დაფინანსება აიღეს და იმდენად პატარა ბიუჯეტის დააქვს, თუ რავი ფაქტია რომ ის არის რომ ძალიან ცუდი მთავრობა ყავს და ობიექტურად და ელემენტარულ ეკონომიკურ რეფორმებს ვერ შვებიან, რასაც ვერ შვებოდნენ კოცები ომამდე და ეხლა ამ ომით, ამ სანქციების არიდებით და ყველაფრით იმდენი ფული შემოვიდა, რომ საქართველოს მართლა შეუძლია ძალიან ანუ აღარა ვართ ჩვენ ევროპაზე დამოკიდებული ფინანსურად. ფაქტია რომ ეს ფული შემოდის, უფრო მეტი შემოდის, ვიდრე შემოდიოდა და პლუს კიდე ხო აი კოცების ხელშიც კი რაღაც ხელფასები კონკრეტულად თბილისში და დიდ ქალაქებში იზრდება, ეგრე არ არის. აი თუნდაც სპარში რო აიღო ერთი წლის წინანდელი ხელფასები და ეხანდელი არის საგრძნობათა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი ბოლო 2 წელიწადში მაღაზიების კონსულტანტებს შორის ხელფასები რა. კი ბატონო, ანუ ორჯერ არ არის. თითქმის ორჯერ რა. ხო ინფლაციის გათვალისწინებით არ არის. პროჭული გამდიდრება, ნუ ფაქტია ხო რაღაც ეკონომიკის ზრდა არის, რიცხვები არის, რასაც უყურებთ, მაგრამ ხო ეგ არის იმის ხარჯზე, არა კოცების რაღაცა მაგარი ეკონომიკური რაღაცა სულების და რეფორმების გამო. არამედ იმის გამო, რომ ჩვეულებრივ გამტარი ქვეყანა გავხდით, რუსეთთან თანამშრომლობთ და ხეირობთ ამ ომით. და ეს შეიძლება მორჩის ნებისმიერ დროს მაგაში არ არის. ეგ ყველა მიცის. აი მე იმის თქვა კი არ მინდა რომ რაღაცა ცხოვრება დალაგდა, არა ძალიან ღარიბები ვარ, ძალიან ბევრი გვიკლია. უბრალოდ აი ღარიბ ფენას გამომაძღა, ისაც ბატო აი საკვების პრობლემა აქვს. დიდ ქალაქებში შედარებით უფრო მეტი შანსი უჩნდება და უფრო მეტი შანსი გაჩნდა რა. ამიტომაც შედარებით მარტივია სისტემის მართვა და ყობახიძე რაც თქვა უკვე როცა უკვე არჩევნებს უკვე თეორიულადაც აღარ აქვს აზრი და იმენა всё. აი როგორც 2020-ში ძალიან ბევრი იწვალა ლუკაშენკო 21-ში სწორედ ეხა 3 წელიწადში ისე შეცვალა სიტუაცია რომ არანაირი პრობლემა აღარ დაშირდა არჩევნებზე. ეხაც უკვე არჩევნები ხო მომავალი აქ რაღაცა თუ არ იყო ზრა აი როგორც კოცებს რაღაც ძალიან დიდი შეცდომა თუ არ დაუშვეს როგორც ბოზდით ხოლმე. ნებისმიერ არჩევნებს გადააგორებენ პრობლემა და უკვე ეუბნება საჯარო მოხელეებს რომ ანუ რეალურად აღარ გვჭირდებით აქ ძალოვნებს ხელფასებს გავუძდით. აი ჩვენ სასამართლო კლანს ხელფასებს გავუძდით, დანარჩენები გიყოფილ ხართ, გინდა რა არ გვჭირდებით, მოგიერებით გცემთ, დაგიჭერთ რა. ესეთი ამბავი. მაგრამ მასობრივად ყველას არ განაწყენებს ხადე და ლუკაშენკოს ლუკაშენკომ უკვე მოასუფთავ ველი. კი, მასობრივად არა, მაგრამ პროცესში არის. 100,000-ობით დასაქმებული ყავთ, ერთი 50,000 კაცი შეუძლიათ გავშვან როგორც არაფერი რა. პაკეთ პირიქით ბიუჯეტი ამოიცნოთ. ხო, ნუ ამ სიპებში და აიბებში ისეთ ხალხია დასაქმებული. ეგ ხალხი სხვა რაღაცითაც უჭირავთ. არ არის აუცილებელი რაღაცის 500 ლარი გადაუხადა. ხო, მაგის შეკვეც შეუძლია. დაუბრუნდეთ ახლა ამ არაბების პროექტს. შენია ხო რაღაც რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად. და არაბების პროექტი ჯერ არ ვიცი, ანუ რა სიტუაცია დღემდე ვერ გავიგე ბოლომდე, ჩემი აზრით, ანუ ჯერ განხორციელდება არ განხორციელდება არ ვიცი, ანუ ზოგ ქვეყანაში ასრულებს თავის პირობებს, ზოგ ქვეყანაში ვერ ასრულებს თავის პირობებს. აი მაგალითად სერბეთში 13 წელიწადია უკვე აშენებენ, მაგრამ ის არის თვითონაც თქვენს 30 წლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო. ნახევარი ააშენეს, ნახევარისა. მაგალითად
ის კონტრაქტში იყო შეთანხმება, რომ არ უნდა ჩამოიყვანათ, თუ ძალიან ცოტა უცხოელი უნდა ჩამოიყვანათ, მაგრამ და სერბები უნდა დაესაქმებინათ 50%-ზე მეტი. მაგრამ სერბი საერთოდ არ დაასაქმეს. ანუ ჩვენ კონტრაქტი არ ვიცით. კონტრაქტიც არ ვიცით, მაგრამ ეხლა ფაქტია, რომ კოცები იტყვებიან, იძახიან, რომ 6 მილიარდი ლარი გვექნება მოგება, როცა 6 მილიარდი დოლარია თვითონ პროექტში, ანუ მოგება არ გამოდის. ინვესტიცია არის 6, ხო. ხო და მათ ჩემი აზრით პრობლემა არის არა ის რაღაცა. ნუ მესმის ის რაღაც არაბიზაციის ის, მაგრამ მე მგონი ეს ამ შემთხვევაში ირაციონალური შიშს ზოგადად. არავინ აქ ჩემი აზრით არაბების ჩამოსახლებას არ აპირებს, ხო? ეგ ერთი. მეორე, მათ შორის იმ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ იქცევა, რომელიც აი ამ რაღაცა ხალხის რაღაცა შეიძლება ირაციონალურ შიშებზე მოქმედებს, იქ მეჩეთებს ახსენებს, კუპრაძე მილაპარაკა მაგაზე, ჩემი ინფორმაციით იქ მეჩეთების აშენებას აპირებენ და მაგით აშინებს და რაღაცა. მესმის რაღაცა ნუ ხელისუფლების წინააღმდეგ ხარ, მაგრამ რაღაცა ოღონდ რამეზე სადმე დაარტყა, ეგ პროჭობაა ჩვეულებრივი. რავი, არასწორია და ხალხი მაგ იდიოტი არ არის საბოლოო ჯამში და ხედავს, რომ რავი, იტყუები ამ შემთხვევაში. და მათ მთავარი ამბავი, რაზეც არის ჩასაჭერი და უამრავია მათ არის ის, რომ კონტრაქტი არის დახურული. ის ამბავი, რომ 6 მილიარდი შემოდის, ეგ შეიძლება საერთოდ ზღაპარი იყოს რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია. ან ზოგადად როგორც არ იყოს, შეიძლება არ ვიცი, შეიძლება როგორც ეხლა კორპუსები შენდება პირობითად რაღაცა. შენ ხო არ დეველოპერს ხო არ აქვს ფული თავიდანვე, ჯერ ყიდის ბინებს და იქ მერია სტადიონს აშენებსო. მერია აკეთებს, ხო და ეგ პროექტი შეიძლება იყოს, უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს ამაში, მაგრამ აი ის რომ რაღაცა აი არაბებს ჩამოგვისახლებენ, მეჩეთებს აშენებენ, რაღაცა ქრისტიანობას და ქართულობას აგვართმევენ, ეგრე ძალიან იაფიანი და პროჭული პოპულიზმი ოპოზიციის მხრიდან, როცა რეალურად არის გასაკრიტიკებელი კონკრეტულად რაღაცა თემებზე და მაგის ნაცვლად ირჩევ ხო რაღაცა აი ამ ამბავს, რომ რაღაცნაირად შენ სამორჩეველზე ან რაღაცა ხალხზე მეორე საკითხს შევეგეთ. საქართველოს ჯერთი ისა ჩვენ ხშირად ვიეხებით ხოლმე ევროპის არაბიზაციას და ეგ არ მოგწევს, მაგრამ საქართველოში მუსლიმანები ცხოვრობენ, მათ შორის მეც ბაკაცები ყავს და ჩვენი მუსლიმანები არ არიან რადიკალურად ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, ქართველები არიან მათ შორის მუსლიმანები 10,000-ობით თუ არა 100,000-ობით, 100,000-ზე მეტი შეიძლება, არ ვიცი, 10,000-ობით უეჭველი. და კარგი ადამიანები არიან, საერთოდ სხვა ღირებულებებზე არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან, საქართველოს გამოც უმიათ სისხლით დაუღრიათ ყველაფერი და ჩვენთან ეგ პრობლემა არ დგას რა, საერთოდ არ დგას, ის რაც სხვა, როგორც თუ ზოგადად ჩვენ რეგიონში, თურქეთშიც არ დგას ეგ პრობლემა და არც იქნება. აზერბაიჯანშიც არ დგას, ნუ სომხეთში მით უმეტეს არ დგას და ირანი ცოტა შორსაა. ანუ ევროპული პრობლემა ის რაც აქვს იქ მიგრაციის პოლიტიკის გამო საერთოდ სხვა ამბავია, მათ სხვა მიზეზებია. რაც და აქ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ასუყურებთ ეგ საფრთხე არ არის. არავინ აქ მასობრივად ჩამოსახლებას არ აპირებს. და მაგას დავიდავანებოთ, რავი, ჩემთვის უცნაური ის ამბავი რაღაცა კაი შენდება რაღაცა პროექტი არაბების, რაღაცა, მაგრამ პარალელურად გაქვს ის რომ ბათუმში მაგალითად, რავი, აშენებული კორპუსები და მშენებარე კორპუსები რო ნახო, 70% კი არა, უფრო მეტი რუსების ნაკიდია. თბილისში გაცილებით დიდი არის. რუსული ქალაქი გახდა ბათუმი. არა, კაი, კოცების სტატისტიკა რომელიც არ არის ანდო, კოცების სტატისტიკა. ანუ ყველაზე მეტი ბინა ბოლო წლებში იყიდეს ემიგრანტებმა, ქართველმა და რუსებმა რა. თან დიდი უპირატესობით, ანუ რეალურად საქართველოში ცხოვრობს უმეტესობა, ხო? სახლს ვერ იყიდოს, ან თუ ყიდობს, მისი ახლობელი ყიდობს, რომელიც უცხოეთიდან აფინანსებს და ესენი ინაწილებენ გადასახადს. იმიტომ რომ საქართველოში არ შემოსავლებიც არიან, თუნდაც საშუალოზე დიდი შემოსავლით. ეს იმ სახლებს და სიძვირეს, რაც რაფასებიც არის, არ ყოფნის რა, ფიზიკურად ვერ იყდი. ანუ ყველაზე მეტს ყიდობენ რუსები და ემიგრანტები და ინაწილებენ აქ ცხოვრებ ჟანშვილებთან ან ოჯახის წევრებთან რაღაც ეგეთი და ეგ ბათუმში იმიტომ ჩასო ბათუმში და პატარავა თბილისში ძალიან დიდი უპირატესობით ძალიან აი ხა წამოვიდა თუნდაც ვარკეთილში როდესაც ვერ ნახავდი რუსებს და რამე უკვე ვარკეთილში და ესეც გარემო დარწმუნებულ გდანშიც შეახედავ მუხიანში ხო ალბათ შენ ხედავ მე ვარკეთილში ხედავ რუსებს, რომელიც აქაური რუსები არ არიან რა. ხედავ რომ ახალი ჩამოსულები არიან, ხო და დიდ მასშტაბში ხო, 200,000, 300,000 კაცი საქართველოში, რომელიც მართლა კაი ცხოვრება რუსეთთან შედარებით ძალიან კარგი პირობები აქვს. პროდუქტები ამინდი, თუნდაც ევროპაზე რო თქვა, მოვყვები მე. საქართველოს უპირატესობა არის ამინდი, იმდენად კარგი ჰავა გვაქვს და ამინდი ჰაერი არა. მაგრამ
ამინდი, რომ ძალიან კომფორტული საქართველოს ხარ საშუალო ფენაზე მაღალი, რეალ ძალიან კარგია ცხოვრება, თუ ხარ მდიდარი რა. ძალიან კაი ქვეყანა გვაქვს და ეს გადაცემაც მაგას ემსახურება, რომ გვინდა რომ კაი ქვეყანა ვიყოთ და მდიდრები ვიყოთ, რომ აი ეს მართლა ძალიან კაი მიწა-წყალი გვაქვს ობიექტურად რა. ხო და დავუბრუნდეთ იმ თემას ისევ რაღაცა, ნუ აქ ჩამოსახლდება რაღაცა რამდენიმე 1000 არაბი და ეს პრობლემა შეუქმნის იმ დროს, როდესაც ყავს უამრავი რუსი და არის პრეცედენტი, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების განსხვავებით რუსეთი რაღაცა როდის დაკრავს თავში და ირყვის აი იქ ჩემს მოქალაქეებს უჭირს და ომი უნდა დავიწყო და დავიცო ჩემ მოქალაქეების რაღაცა უფლებები, ეგეთ რაღაცა არ გვინახავს არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან და აქეთ კი რამდენი შორია საიდან დაგვაქვს და უკრაინაშიც და ზოგადად მაგ მიზეს იყენებს, აი ჩემს ხალხს უჭირს, მოდი დავბომბოთ. ხო და რეალური პრობლემა რაც შეიძლება რეალურად აფეთქდეს არის აქ არსებული რუსობა და არა ის რამდენიმე 1000 პოტენციურად ისიც არ ვიცით იქნება არ იქნება ჩამოსული არაბი რომელიც აქ რაღაცა ბინას იყიდის რუსთავისკენ მიმავალ გზაზე შუაში სადაც და არ ვიცი ერთ სიტყვით ჩემი აზრით ეს არაბიზაციის ამბავი ირაციონალური შიშია ევროპასთან შედარება ამ ამბის არასწორია, იქ სხვა პრობლემებია საიმიგრაციო პოლიტიკის და ბევრი აღებული ვალდებულების, რაც არ ერთხელ გვისაუბრია მე დაგარის ამ პოდკასტში და ის ოპოზიციონერები, რომლებიც ანთებენ რაღაცა ამ ირაციონალურ შიშებს და უფრო ხელს უწყობენ ამის გაღვივებას, რომ აი იქ მეჩეთებს ააშენებენ და всё რაღაც დაგვიხა, ჩვენ რომ ნაბიჯები არიან, პროჯები ხართ. ეგ არის. ბიჭო. შემდეგი ამბავი არის, ნუ ქართული შენების ამბებს გავხდეთ, მაგრამ ონლაინ მედიაზე დაიწყეს შეტევა. შეტევა რა, ნუ დაანონსეს ეგ თავის დროზე გაიხსნის წინ, რაღაცა პოლიტიკურ პარტიებს ასე თუ ისე რაღაცა ეტაპამდე მიიყვანეს საქმე. საკონსტიტუციაში შესულია სარჩელი გაუქმებაზე. აგერ მელიას დაუმატეს წელიწადნახევარი, ჯერ წელიწადი და 6 თვე, ნუ. ხო, წელიწადნახევარი იგივე. ოი, ხო. როდიში. ხო, შეგვიძლია წელიწადი და 6 თვე ვთქვა. დანარჩენებსაც კიდიათ თავზე პოტენციური საქმეები, თან დიდი საქმეები, განსაკუთრებით ზურას, ვაშაძეს და ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე. აქეთ არასამთავრობოებსაც ელოდებათ მსგავსი ამბები უახლოეს მომავალში, ახალი წლების მერე და ნუ ონლაინ მედიაზეც უკვე გაუშვეს სიგნალი, რომ ეგენი იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, უბრალოდ რაღაცა კამერით დარბიან აქეთ-იქეთ. ხო და ნუ რასაც ახალი არაფერი არ ხდება. ლუკაშენკომ ქნაეკ, აი აგერ სულ ახლახანს რუსებმა 2012 წლის მერე გააკეთეს, ოღონდ ესენი უკვე იქიდან გამოცდილება მიღებული, რაღაცა გადაღეჭილს აკეთებენ ძალიან სწრაფად. ძალიან სწრაფად აკეთებენ ამ ყველაფერს და ნელ-ნელა მოგუდავენ ყველაფერს. მედიასაც, ოპოზიციასაც გაასუფთ ამ ველს და მერე გაიხარებს ქართველი ერიც. 2020 როდის თქვა იმ კაცმა ხო გახსოვს? კი. ხო და მე ასევე არ გამორიცხავ იმას, რომ შეიძლება ადამიანელი არჩევნების დანიშნა. აი მე არ მგონია რა. რავი, არ ვიცი. შეიძლება. ევროპასთან ვაჭრობის ამბავში ხედავთ თან ჩემი აზრით, ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი რაღაცა ევროპა ქართულ ოცნებას აი გვიზები შეუწყდა ის იქედან სურვილი კონცეპტთან დალგების მოდის. მზაობა იქნება ჩემი აზრით. ამაც მო რაღაცებზე დაზადნონ პირობითად. აი ელემენტარულზე ხო პოლიტპატიმრების გამოშვება თუნდაც ამ პოლიტიკოსების მაგალითად და ნუ რამდენიმე პოლიტპატიმრის ვისაც დიდი ვადა აქვს რა საჟელი ეგ რაღაცა კანონები ოდნავ რაღაცა და ჩანიშნონ მართლა კარგი არჩევნები ოღონდ სადაც ოპოზიცია ვერ იქნება ან თუ იქნება რაღაცა პარტიას ახალდარეგისტრებულ პარტიაზე ხო იცი რამდენად რთულია იმ კამპანიის წარმოება ნომერზე ამაზე ხო, ნუ რაღაცა ამ რესურსების გარეშე ჩაატარებენ კარგ კოხტ არჩევნებს, აიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და 20-30-მდე გაინაღდებენ იმას. კი, მithmedes იმ ფონზე რა ევროპა არის უსუსტესი. მაგას მე ვილაპარაკე. ჩემი აზრით, ნუ არ ვამბობ ზუსტად იზამენ. შეიძლება საერთოდ დაიკიდონ და ვაფშე არ ხდნენ. მაგრამ მაგას ვიხორებ. ორივე ვარიანტი მოგებაში ჩემია. კი ბატონო, ეგ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. ხო და აი მედიას გაუქმების ფონზე რა. ჩვენი ვითომ პოლიტიკოსები, რომელიც რეალ პოლიტიკოსები ან ციხეში არიან, ან არ არიან პოლიტიკოსები. და აი ამის ფონზე, ხო, აი ოპოზიციას შევეხოთ ახლა.
ამის ფონზე მიდის საუბარი რაღაცა რომ აი ნაცები, აი ეს, ანუ რელსების გასწორების მაგივრად ხშირად იყენებენ რელსები გავასწოროთ. უკვე რაღაცა ის წავიდა რომ აქ ანუ ვერაფერს საქმეს ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ რა უნდა გააკეთო, ხო? ანუ ისეთ რამეს ვიზავით შევივლე ნებისმიერ დრო დაგიჭირო რა. ხო, უკვე რომ ჩვენები ანუ რა რუსეთი ვართ ხო ჩვეულებრივი არანაირი ის აღარ არის ნებისმიერ განცხადებაზე თუმცა ამ გადაცემაში რამე რო არ მოეწონათ ძალიან შეიძლება დაგიჭირონ და всё რა აი ნათია გაბრალას სტატუსის გამო დაიბარეს სასამართლოში ხო და ამის ფონზე როცა ეცამი აი ნათია გაბრალა და ის Facebook სტატუსის გამო ადამიანს იბარებენ პოლიციაში და შენ რაღაცა იმას რაღაც სხვა თემის განიხილავ რომ აი ამან ის თქვა იმან ის თქვა იმან ის თქვა ეგეთ შეიძლება განიხილო უბრალოდ იმის ფონზე რომ ისიც თქვი და ესეც თქვი, მაგრამ არა, უკვე გავიდა თვეები და რაღაც ის არის, რომ აი ეს ოპოზიციის ბრალია, ეს ამის ბრალია, ეს იმის ბრალია. რაც გინდა ილაპარაკებონ, მაშინ არ თქვა რომ პოლიტიკოსი ხარ ძმა. ხო, რაც გინდა ვარ რაღაცა პოლიტიკის მიმომხილველი. ესე არის, უკვე ჩვენ კი არა, უკვე ხალხის განაცდების არის აგრესია რო ნახო, რომ თვითონ ისე გინდები, კაი, გავიგეთ, მაგრამ ერთი რაღაცა მაინც დამანახე, ერთი რაღაც მაინც დამანახე შენგან და ერთი რაღაცა და მაღაზე ის არის აქეთ წენა მოდის, რომ ძმაო ჩვენ გითხარი ის არის რაღაცა, რომ ანუ მე რას მეუნებით, მე რა უნდა შევცვალო, მე ისა პატარა პარტია ვარ და ეხა ძალას ვიკრებ და ძალას რომ მოვიკრებ, როცა გავძლიერდები, მე შევქნი პარტიას და მე ვიბრძოლებ და ეხა ლაპარაკის გარდა არაფერი არ შემიძლია. ახლა მე ისა რა ვქი. ლაპარაკის გარდა არაფერი არ შემიძლია ძმაო და ეგ მარტივია, მე ფეხბურთელები ვარ, ძმაო, ბურთის გავრავების გარდა არაფერი არ შემიძლია და გავიდე 10-0 წავაგე ძმაო. აი ბურთი ხო გავაგორე ხა მე ჩემგან რადგინად. ის უფრო კარგად აგოროვებს ბურთს, რაღაც სისულელეები და ის არის ანუ ის არის ძალიან მარტივია ძმაო, ის თავს იტყვევენ, იმარტივებენ ცხოვრებას და რავი, მარტივია ეგრე რა. თან პოლიტიკოსი ვარ, მაგარი პოლიტიკოსი ხარ ძმაო, რა პოლიტიკოსი შეხარ. შენ თუ პოლიტიკოსი ხარ, მე ვარ ბიზნესმენი. ელიტარული. წინა პოდკასტებში ვთქვი ეგ მარტო რო ვიყო. კი, უყურებდი. ხო და ეგ თქვი რეალურად არ ყავს პოლიტიკოსი თუ ვინმე მოგწონს, არ მოგწონს რაღაცა, მაგრამ პოლიტიკის კეთება რასაც ქვია, ეგ ხალხი არის ციხეში. და დანარჩენი ვინც დარჩა დიდი უმრავლესობა არის პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილები ხო რაც ვქვი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ექსპერტი მე უფრო ადრე ვიყავი ვიდრე უმეტესობა სად ხო გარი იყო პირველი გია ხუხაშვილი ხო და ეგ ამბავია შენ რაც გინდა ილაპარაკე ოღონდ რაღაცა აქეთან მორალის კითხვა ეს არასწორი აი აქ სულ ამას ვამბობ ძმაო რომ აი აქ ეშლება ოპოზიციას ეს ადექი ხო მოიაზრებს საკუთარ თავს როგორც ოპოზიციურ პოლიტიკოსად. ადექი გააკეთეს ცადე. შემდეგი ამბავი. ხო მელიაზე ვახსენეთ, რომ წელიწად ნახევარი დაუმატეს. გადავიდეთ ახლა საგარეო ამბავზე. თუ საშინაო მოვილიოთ ბარემ. საშინაო მოვილიოთ. ხო, აქ ნუ იდეაში ზოგად ვითარებაზე ვისაუბროთ მაშინ. იმიტომ პოლიტიკოსებს გამოსვლა უწევთ აწი. თუ უშუალოდ 3 დღით. გას მარიც, ხო. ზურას 3 დღით უწევს. ზურას უწევს კი მე მიყვებიან დანარჩენები. ხო, ეგ დეკემბერი, იანვარი არის, ეგ თვე, 2 თვე. სადაც ამ პოლიტიკოსებს უწევს გამოსვლა, რა ვადით უწევთ გამოსვლა, არავინ არ იცის. შეიძლება იმ საქმეებზე, რაც დაიწყო გამოძიება იმას ჯაფარიძეს და ხაზარაძეს $1,000,000 გირაურას და შეუპარდე შეიძლება ამ პოლიტიკოსებსაც დანარჩენებს 20,000 გირაუ მოითხოვონ ან ისევ წინასწარი პატიმრობა მოითხოვონ და ჩატოვონ. ეგ ჩემი აზრით იქნება დამოკიდებული ქართული ოცნების მხრიდან, რაც გადმოსახედენ, რამდენად დაალაგებულია ზოგადად ველი და რამდენად უღირთ ზოგადად ახლა კიდე ამ ხალხის ციხეში შებრუნება, ან როგორ მოიქცევა ეს ხალხი ზოგადად. შენ თუ გამოვარდნენ პირობითად, აი ისე რაღაცა მიდი გადატრიალება გადმოდრო, რაღაც კოცური გადმოსახედან ვამბობ, შეიძლება ჩვეულებრივ ჩატოვონ. არ ვიცი, მე მაინტერესებს შენ როგორ უყურებ მაგაზეც ვილაპარაკეთ იდეაში ორი გამოსავალივით ხედავ მე ჩემი აზრით ეხლა ამ ვითარებაში ან აგზელებ როგორც ეხლა არის ჩვეულებრივად ამ წინააღმდეგობით არ თანამშრომლობით არ აღიარებით ქუჩით იმით ამით და ნუ დიდი ალბათობით პოტენციურად ისევ შედიხარ ციხეში ისევ რაღაცა გირთულდება ეგ ამბავი და მეორე არის რომ ვირჩევ რაღაცა სტრატეგიულ მოთმინებას ჩუმად ხარ ჩუმად რა ნუ ზედმეტად არ ატრაკებ ცვლის სტრატეგიას ასე რომ თქვა რა შენ რო იყო კი არა და შენი აზრით ხო როგორ უნდა მოიქცეს ეს ხალხი ახლა რაღაც უნდა დაფიქრდეს სტრატეგიის შეცვლაზე
რომ რაღაც ციხეში არ წავიდეს ისევ და ნუ მათ შორის არ მხოლოდ საკუთარ თავს რაღაცა, არამედ რაღაცა ნუ პროცესის დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეგ ჯამში და იქნება გარკვეულწილად ცხადია. მაგრამ ხო, ან შეცვალონ ზოგადად რაღაცა სტრატეგია და გადაეცხონ რაღაცნაირად, არ ვიცი. ძალიან კაი თემას შეეხე შენ. და ზოგადად ეგ მარტო პოლიტიკოსებს კი არ ეხება რაღაც პარტიებს ან მომავალ პოლიტიკოსებს. მე და შენს გვეხება რა და მაგიტომ მინდოდა მაგ თემის შეხება რომ ეხა უკვე ესეთი სიტუაციაა რომ მალე ეგ ვერ მორჩება რა. უნდა ვაღიაროთ რომ ვისაც უნდა რაღაც ცვლილებები ამ პოლიტიკურ რეალზე დაარჩენა. უნდა იყოს გზები. ბლიცკრიგი არ გამოვა. ბლიცკრიგი არ გამოვა, ხო? გინდა არ გინდა შეიძლება 10 წელი ანუ ის კი არ 5 წელიწადი რაღაცა ხო 10 წლის ამბავზე უნდა დაფიქრდე რომ ხო ან 1-2 წელიწადში ვერ მორჩება მით უმეტეს ევროპარი ფარჩაკები არიან იმენ სულიანის ყიშულობით აგერ რუბიოც მოკლედ მაგას მე შევეხებით არ დაგვეხმარებიან ისე ვერ გვეხმარებიან თავის თავს ვერ ეხმარებიან ანუ რაღაცა ის არის ფულსაც ვერ აგზავნიან ვერაფერი რაღაცას ბოდავენ რეალობა არის ეგეთი რომ არავინ არ დაგვეხმარება ეხა ჩვენი თავის გარდა ჩვენც რა უნდა შევცვალოთ ფინანსი პირველ რიგში არ უნდა ვიფიქროთ რომ ვინც ოპოზიციაში რჩება და ოპოზიციის სპექტრი ისე თავი არ უნდა დააჭეროს რა ანუ შენ ცხოვრება ანუ შენ ის არის თავი თუ დააჭერინე როგორ ის იზავ ის ძალა არა გვაქვს სიძლიერე არა გვაქვს რევოლუციას ვერ მოახდენ ახლა ვერაფერ დაგიჭერენ წახვალ ციხეში შენ ოჯახს გააუბედრობ შენ ცხოვრებას გააუბედრობ ჯანმრთელობას ან გამოხვალ ციხიდან ან არა და ეს უნდა აღიაროს ოპოზიციის სპექტრი რომ რაღაცა უნდა შეცვალოს რა ერთად უნდა დაჯდნენ უნდა იფიქრონ პირველ რიგში რა შვებიან რომ გარეთ დარჩენონ თავი არ დააჭერინონ ამისთვის ერთიანობა თუ რა იქნება ერთიანობა ფაქტია არ გამოდის და მეორე ფინანსურადაც უზრუნველყოფილები იყვნენ რომ არ იწვალა ანუ წამება ხო არა შენ ცხოვრება და პლუს კიდე ახლა ამას იძახენ 2003 წელს ადარებენ მე-19 მე-20 საუკუნის ადარებენ და ეხლა სხვა დრო არის ანუ ეხლა არის ისეთი დრო როდესაც არასდროს სოფლიო ისტორიაში არ იყო ამდენი საჭველი სოფლიოში, არ იყო ამდენი შესაძლებლობა, თუნდაც ახლა ადამიანს გვაქვს ინტერნეტი გვაქვს, რომელიც თუნდაც უბედურ ადამიანს, უღარიბეს ადამიანს ინტერნეტი რო გაქვს, პლუს მინუს უფრო კარგად ცხოვრობს, უფრო კარგად ცხოვრ და უფრო უკეთესად ისვენებ, ვიდრე ადამიანებს 99% ვინც კი 100 წლის წინ ცხოვრობდა, ანუ მარტო იმის ფონზე რაც თუნცა ინტერნეტი გაქვს, დროის გასაყვანი გაქვს, YouTube-ს ნახავ, რაღაცას ნახავ და შეჭამ და გაცილებით უფრო მარტივია დროის გაყვანა რა, გაცილებით უფრო მარტივია ცხოვრება ყველა იმის გარდა. ხომ ამ პოლიტიკოსებს რამდენად აქვთ ეგ არჩევანი? ანუ მათ ხო ამბავი ის არის რომ მოდი შენ კოცები იმას ხო არ იტყვიან, მოდი შენ რაღაცა ჩემს ნამდვილ საქმე აკეთე, ოღონდ ჩუმად იყავი შვიდად რაღაცა. ეგ ხო ნაღმივით არის. ეგ არ ვიცი, მაგრამ საერთოდ გაჩერდი, ან ციხეში გაბოლნე. ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყველა უნდა შეიკრიბა საერთო წესებზე შეთანხმდეს რაღაცას და რაღაცა ეს გეგმა, ან თუნდაც ევროპელებთან შედარებით რაღაცაერთ უნდა თქვან რომ რაღაცაერთ უნდა შეეცადონ ან მოიფიქრონ ან კოცებთან დაილაპარაკონ ჩერეზ ევროპელები ან რაღაცა ეგეთი რომ აი რა პირობებით ვარსებობთ თუ არა და რავი ანუ თუნდაც ისეთი პირობებია ეხლა რომ ვიღაცამ რო თქვას თუნდაც ციხიდან რომ გამოვიდე მე წავიდიო და ოჯახს მიხედავს ქვეყნიდან წავიდეს მაგას ვერავის ვერ ვეთქვი მე რომ ცუდი არის ყველა თავის ცხოვრება აქვს რა ძალიან ისეთი სიტუაციაში ვარ რომ მე ვერავის ვერ მოუწოდებ რა მაგრამ ფაქტი არის ის რომ ეხლა 1-2 წელიწადი კი არა ანუ 5 წელიწადი შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს. თუნდაც უკრაინამ რო აიღოს და ეხა ომი მოიგოს და რაღაცები შეიცვალოს. აქ ესე თავისით არაფერი არ ჩამოიგრევიან და არ შეიცვლება და უნდა ვაღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა აპირებს. ხო უნდა თქვას რომ ის არის რა, ანუ შეიძლება 10-15 წელი დასჭირდეს მაგას და ეხა ნახე აი შევანაძეს დედა ეტირაო და მართლები არიან რო წავიდა შევანაძე თითქმის 40 წელიწადი მართავდა ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირთან იყოს ან 30 წელიწადზე მეტი ან წამი ბიზნეს კიდე აქვს რამდენი წელიწადი ახლა ნახევარზე მეტი დარჩა ბიზნეს რა 30 წელიწადზე მეტი შევანაძე ეჭირა ამ ქვეყანას 30 წელიწადზე მეტი ხო და რა ვიცი აბა ანუ შეიძლება ბიზნეს იყოს კიდე 30 წელიწადი და მე დედა ეტიროს ხოლმე ხო ეგ უნდა გაითვალე ვინც აპირებს პოლიტიკაში არ ვიცი მე გეგმებზე როგორ უნდა თქვა ანუ არ ვიცი მაგრამ ვინც აპირებს ყოფნას ის უნდა გაითვალისწინოს რომ შეიძლება ძალიან ბევრი წელი გავიდეს რა ამის მაგრამ ისე და ამიტომაც არ უნდა იყოს ანუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვაპირებ რომ აი ვიწვალო და ორი კაპიკი არ მქონდეს და რა ფეხსაცმელი შესაძლებელი არ მქონდეს და რა ვიცი საჭველი არ მქონდეს და რამე ანუ ესე რო იცხოვრო კიდე ეგრე ვერც მოიგებ რა ადრე შეიძლება მოიგო მაგრამ ესე ვერ იწვალებ ანუ ვერც იცოცხლებ რავი ოჯახი უნდა შექმნა ხო ადამიანმა რაღაცა ან ოჯახი უნდა არჩინო და ეგრე ვერ გაატარებ ან ამ 21 საუკუნეში ესე ვერ იცხოვრებ რა მით უმეტეს ადამიანის გაწყობა ისეა მოწყობილი რომ შენ თუ იყოს სუსტი ფინანსურად გამომართავი რაღაცა თვითონ ხალხში არ გექნება პატივისცემა რა თვითონ ხალხი არ გინდა ანუ შენ ცხოვრებას ვერ მიხედე და ქვეყანას მიხედა
ძალიან ძიმე ამბავია არ ვიცი. ვადები არ ვიცი ახლა კოცები რამდენი გაცმარიცის რამდენი ეგრე მე და შენ რა აიშო დაგვერხა იმძინჯერ რაღაცას სირობას აკეთებენ კოცები და ფეთქდებიან ოღონდ მაგის გამოყენება კიდე ცალკე პრობლემაა აქეთ მხარეს მაგრამ ხო არ ვიცი გეთანხმები იმ ნაწილში რომ ძალიან რთული ვითარებაა ცხადია არ ვიცი ეგრე ახლა გვერდიდან თითქოს მარტივია თქმა მაგრამ არ ვიცი ახლა იმ პოლიტიკოსებს ზურას მაგალითად ან კიდე ვიღაცებს რამდენად აგვდე გარჩევანი რომ აი არ დაგიჭერდა აი ესე და ესე მოიქეცი ანუ ეს და ესე მოიქეცი რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ საერთოდ პოლიტიკოსთან წადი ჩამოშორდი ან ქვეყნიდან წადი და მაგის გაკეთება არ ვიცი მე როგორ მოიქცეოდი არ ვიცი ეხლა ჩემი რაღაცა შინაგან გასით არ დათანხმდებოდი კოცებს პირობებს მაგრამ იქ რეალურად რაღაცა რო დარჩები ამ პრობლემის წინაშე რაღაც რო დადგები კაცმარიც როგორ მოიქცევა თუმცა ნუ მესმის იმ ადამიანების ვინც ეხლა შეიძლება არ არის იმდენად აქტიური ვისაც შეიძლება ეს საფრთხე არ კიდია თავზე სხვა პოლიტიკოსებს გულისხმობ ადამიანებს ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსს უწოდებს რაღაცა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს მოდი ესე ვთქვათ იმ ახალ შესაძლო პოტენციურ პოლიტიკურ ძალებს მომავალში, რომლებსაც ხო ნუ თავზე არ კიდიათ ეგ რაღაცა ან ციხე ან წადი საერთოდ, რომლებსაც შეუძლიათ ჩემი აზრით რაღაცა იტილავ რა რაღაცა კონტენტი აკეთე, ვიდეოები აწერე, რაღაცა ილაპარაკე, მაგრამ სანამ ნუ რეალურად კონკრეტულ საფრთხეს შექმნი, რომ ზოგადად გადარჩე, რომ იყო პოლიტიკურად აქტუალური რაღაცა ხალხმა იცოდეს რომ აი ეს არსებობს თუ რამე ის რაღაცა ნუ დაელოდო იმ დროს, როდესაც ოდესღაც რაღაცა კონცეფტს დაერხევოდ და შენ იმ დრომდე რაღაც ცოცხალი მიხვიდე რაღაცა ასე თუ ისე პარტიული სტრუქტურით და ნუ ხო აქტუალური იყო. ეს შეიძლება იყოს გზა. მაგრამ ჩვენ რასაც უყურებთ კინ ბელორუსი, კინ რუსეთი, იქ არავის არ აქვს გზა. ხო რეალურია. არავინ არ დატოვეს საერთოდ. აი ეგეთი ვითომ აი არავინ რეალური ოპოზიცია ვინც შეიძლება იყოს რა პროცენტიც არ უნდა ქონდეს რა მხარდაჭერაც არ უნდა ქონდეს არავინ არ დატოვეს სრულად მოასრულთავეს ველი სრულად და აქ თუ იგივე საპირებენ შესაბამისად არჩევანიც არ გაქვს ფიზიკურად და ონლაინ მედიაზეც საპირებენ მე მგონია რომ მაგას აპირებენ ოღონდ მე მგონია რომ არ გაჩერდებიან ზოგადად პოლიტიკოსებზე რა ხო და მაგას ვამბობ რომ ანუ არჩევანი არ გაქვს ამ შემთხვევაში. ან რჩები და ბოლომდე რაღაცა იბრძვი, რაც გონია სწორი იმისთვის და ასკრები და საბოლოო ჯამში შეიძლება ხო ან მოიგებ ან ციხეში ჩაჯდები, ან თუ გადარჩი წახვალ ქვეყნიდან. ან ეხლავე დგები და ხო ხელებს წევ და გადადიხარ სხვა სფეროში. პირობ, ნუ ქვეყნიდან წასვლა იქ ზოგადად არ არის აუცილებელი შეიძლება რაღაცა წახვიდე რაღაცა სხვა საქმე დაკავდე რაღაცა. მაგას პასუხს გავიგებთ რამოდენიმე თვეში. ხო, ნაგვარ წელიწადზე არა. ერთ სიტყვით, კიდევ ერთხელ ისეთი, რთული მდგომარეობა როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ კაცმა არის ერთ თვეში შეიძლება ისე ამოტრიალდეს, რომ კოცებს აქედან მაგრად დაერხეთ და უცებ რაღაცა ჩაისვარონ. არავინ არ იცის. მომხდარა ერთხელ ეგრე, თუმცა პრობლემაა ყოველჯერზე, პრობლემა იყო და ეხლაც არის, რომ აქეთ მხარეს, ბიჭო, აი ყველაფრის მიუხედავად, ხო, აი რაღა უნდა მოხდეს რაღაცა. დაიჭერეს ხალხი, კიდე უფრო დიდი ვადებით ემუქრებიან პოლიტიკოსებს დაჭერით, მაგრამ რაღაცა კონსოლიდაცია საბოლოო ჯამში მაინც ვერ ხერხდება აქეთ მხარეს. არ ვიცი რაღაცა. ეს ხო თემურ ალასანიას გამომად. ხო და რაღაცა თემურ ალასანიას სიტყვები რთული არ გაგახსენდეს. ერთი დღის ყოველ დღე მაინც რაღაცა იმის შემყურე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, კი, მინიმუმ დღეში ერთხელ. ხო და ეს ამბავია რა, შიგნით. ეხლა გავიდეთ გარეთ, სადაც არანაკლებ იქაც დაგვჭირდება თემურ ალასანია. ხდება კი. კი. ნოდი ეხლა ეს ამერიკელების და რუსების უტკოფის ამბავი, რომელიც გავუსკდათ, ვახსენოთ მაგაზე ვილაპარაკოთ. ეს სიტყვით უტკოფი არის კაცი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იყო, ტრამპის წარმომადგენელი და გადაიყვანეს რაღაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე. რაც უცნაური იყო, იმიტომ არა ამ კაცმა ის და მეც ეგრე დიპლომატიური ფართო გამოცდილება
და ნუ სუსტი ის არის რა პოლიტიკოსი. იმ დროს, როდესაც რუბიო უნდა ყოფილიყო ეგ კაცი, იმიტომ საგარეო საქმეთა მინისტრია ამერიკის. ეგ უნდა ყოფილიყო მთავარი წარმომადგენელი და მომლაპარაკებელი. ამის ნაცვლად, ნუ დადიოდა ვიტკოფი, რომელიც აღმოჩნდა პროჭი, რომელიც ესე ჩუმად ურეკავდა ხოლმე რუსებს და ეუბნებოდა და ახლა ტრამპი კარგი ხასიათს მიდი პუტინმა დაურეკოს და უთხრას ამაგარი ვარცხნილობა გაქვს. ის ურეკავდა ეუბნებდა რა მაგარი ვარცხნილობა გაქვს. ეს ხო მერყევია ძალიან კიდე. აი, აუდგებოდა всё, იმიტომ ბიჭო ხო ქებას უყვარს ძალიან. კი და ლოგიკურად ჩაჯდა რაღაცები, იმიტომ აგეთ რაღაცა როდესაც ზელენსკი ჩავიდა ვაშინგტონში ტომჰავკებზე სალაპარაკოდ და თითქოს უკვე всё რაღაცა დადებული იყო დილი, ამ პროჭმა ვიტკოფმა დაურეკა პუტინს და უთხრა, აი ეს ამას დაურეკე რაღაცა შეაქე, ის ურეკავდა აქებდა და ტრამპი აქენსელებდა ამ თითქმის მიღწეულ შეთანხმებას. ანუ კაცი თამაშობდა რუსების მხარეს რა, იქეთ ყველანაირად ცდილობდა, ეხმარებოდა, მაგრამ ბოლო დონის განდონი აღმოჩნდა. რასაც მაინც და მაინც დიდი ხმაური ვერ მოყვა. ისე ტრამპის ხასიათის გამო. მოკლედ ეს ვიტკოფი ისეც ჩანდა, რომ გამოყლებებულია დაუნი არის. როდეში დალბაიობია რუსეთი იდეალისტად. ანუ რუსეთს აგენტები შეიძლება არ იყოს, მაგრამ იდიოტი არის. ანუ რაღაც მაშინ ხატი აჩუქეს რუსებმა ერთხელ და აი დადიოდა აი BBC-ზე მიიტანა ინტერვიუზე, ხაი ნახეთ რა ხატი მაჩუქეს და რაღაცა. ანუ ჩვენ ამ გამოცირებული არ მასთი და ეგ პრობლემა აქ პირველ რიგში და მეორე კი ტრამპს რა აქვს. ანუ ტრამპი აი ყველა თელი მისი ცხოვრების განმავლობაში ესე მოდის, რომ ჟურნალისტები რო დადგებიან თავზე, აი ისი უცებ ბრაზდება, მართალი იყოს. რეალურად ხა ვიტკოფა რაც გააკეთა, რეწესით ხო წესით. ჯერ რომ ყველა პონჩი სამსახურიდან უნდა გაუშვან, მეორე კი უნდა გაასამართლონ კიდევაც რა. სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ანუ შენი ქვეყნის ნომერი პირველი თან მეორე, ჩინეთს მე ან ნომერი მეორე მტერი, ასე ვთქვათ უკვე. მათ სამსახურს ემსახურები ამერიკას კი არა, მithumetes ყოფილი ამერიკის ელჩები და ამერიკის აი ესე მრჩევლები, მომლაპარაკებლები გამოეხმაურნენ, მათ შორის რესპუბლიკელები და თქვენს რომ ჩვენ პრეზიდენტს ემსახურებოდით, თუ საერთოდ სხვა დავალებას ვასრულებთ, არასდროს არ მივიწია რეკომენდაცია სხვა ქვეყნის პირებისთვის, რომ ესე და ესე ელაპარაკე. ჩვეულებრივ აბა რა არის, იმათ მხარეს მუშაობა, იმათი კეთილდღეობისთვის რა. და ტრამპს რა მოუვიდა, რომ აი ესე რომ დაადგნენ ჟურნალისტები რაღაცა, მე არც მინახია მოიტყვა ჯერთი არც ვიცი რაზეა საუბარიო და ეგ ეს არის. ეგ როგორც ნამდვილად ბიზნესმენმა უნდა მიყიდოსო უკრაინას რუსეთიო და რუსეთს უნდა უკრაინა მიყიდოს რომ შედგეს მოლაპარაკებიო და აი ზოგადად აი ესე მოქმედებს, აი ზოგადად აი ზედმეტი რადიკალიზმი ყველაფერს ასწევს, რომ აი დემოკრატებმა დასვეს დაანის კამალა ჰარის, რომელიც არის სუფთა იდიოტკა. ამიტომაც მოიგო ტრამპმა მოიგო უფრო მეტ-ნაკლები ხმით ვიდრე ბაიდენმა 20-ში. ანუ ის არის რეალურად რომ არ მივიდა დემოკრატიულ ამორჩეულება ვირცეს ვერ ხმადა, მაგრამ აქეთან ხარ რესპუბლიკელებში სხვა წესიერი კანდიდატი, თუმცა ტრამპი ხო იმის მიხედვით რომ მეც მირჩევია დემოკრატებს, იმ არჩევანს რაც იყო, ტრამპს აქ უამრავი პრობლემა არის, აი თუნდაც ესე რომ ჩვეულებრივი, ანუ რაც ამერიკაში წარმოუდგენელი იყო, თუნდაც გასამართლებულია ტრამპი და ამერიკის პრეზიდენტი ფეხებზე კიდევ ხელს ვერ დამადებთ. აი საერთოდ ამოატრიალა დიპლომატიის წესები ამერიკაში, მაგრამ ითქვის ხო, ამ ხალხ სკანდალი მოხდა, ნებისმიერ სკანდალზეც კი ამერიკაში ადრე. ყველა მიდიოდა თანამდებობიდან კი არა, პოლიტიკიდან მიდიოდა ნებისმიერ რუსა პატარა რაღაცა თუ შეცვალა დაუში. აი თუნდაც ბორის ჯონსონი წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, იმიტომ რომ წვეულება ჩაატარა კოვიდის დროს, ხო? თითქოს ისეთი არაფერი. ავიდა წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, იმიტომ რომ სკანდალია, პოლიტიკოს არ შეეფერება ეგ და ტრამპმა ისევ მიქამდე დაიყვანა, რომ რასაც გინდა იმას იზავთ, სანამ მივარ პრეზიდენტი, ბიჭებო, დავაი მიაწექით. მე ისეთი ასაკი მაქვს, ან ცოცხალი ვიქნები ან არა, ყველაფერი მოსულა რა და მეორე უკიდურესება გამოიწვია და ეხა რამოდენიმე წელიწადში არჩევნები რო იქნება, იქ ოკასიო კორტეზი არ იყოს აქედან დემოკრატება და ამან არ მოიგანო. ზედმეტი რადიკალურობა ორივე მხარეს, რესპუბლიკელებში, დემოკრატებში ანუ იწვევს აი ესეთ პრობლემებს რა, რომ აი ეს დებილივითი იქცევა ტრამპი, ეს დალბაიობია ვაფშე ვიტკოფი და ასე ჩვენ ვიწირებით რა და თავარი პრობლემა რაც არის რეალურად არის ის რომ ევროპა არ უნდა იყოს ესე დამოკიდებული ამერიკას, როდესაც რუსეთზე სამჯერ მეტი მოსახლეობა აქვს, ეკონომიკა აქვს 5 ჯერებში უფრო დიდი, მეტი თუ არა, 10 ჯერ თუ არა. თითქმის 10 ჯერ უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ევროპას და აი თუნდაც გუშინ დავდეთ ჩატში ბიუჯეტი, თუ ნახე ეს არის ევროკავშირის ბიუჯეტი 200 მილიონს ზდიან ევროკავშირის სამხედრო ხარჯებს ისინი ევროკავშირის ქვეყნები რა 3 მილიარდამდე ვერ აიწეს ხარჯები, როდესაც ეკოლოგიაზე მასტები ხარჯავენ 60 მილიარდზე მეტს ყოველ წელს.
ყოველ წელს ბიუჯეტზე ხარჯავენ ეკოლოგიაზე და არც იარაღი არ ყოფნის და ეგ არის რეალურად თავი პრობლემა. ამერიკაში თუ აირია სიტუაცია, მთელი ევროპა შევა პარალიზებული, წარმოიდგინე, ამხელა კონტინენტი. მეორე ყველაზე მდიდარი ეკონომიკა მსოფლიოში. რჩება პარალიზებული. და რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა ყველაფერში დამნაშავეები არიან ევროპელები. თუმცა ამერიკაში ოკეი რაღაცა მოხდა, მაგრამ ამერიკას მიეხედება რა. ამერიკა შორსა. ამერიკა შორსაა, კარგადაა და პლუს კი ისეთი შეერყავს ფეხები რა ვინმე მოჭამს და აი ეგ არის რეალურად პრობლემა და ჩვენც იმიტომ ვართ ამ ესე დღეში რეალურად რომ ევროპა არის უსუსტესი, უფარჩაკესი და მე რუბიოს ვენაცვალე იმის გამო რომ რუბიოშიც მე არ მწოს მე რაღაცა ანუ ჩოლებრივი ის გაიჩნდა რა. პოლიტიკა ბინზური თამაში არის რა, მაგრამ ის რომ თქოს კაიაკალას არ ხდება უკვე მეორჯერ ანუ მე მგონა პირველად მოხდა რომ დავხურე ან დავგულე ან ზაფხულსაც არ დახანო თითქმის ერთი წელიწადია მასტი არ ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას რა, იმიტომ რომ არაფერს არ წარმოადგენს და მართალია და ეგ ევროპელებისთვის კიდე ერთი ნიშანია რომ ეს ჰაერზე ნულაპარაკობთ ჰაერზე რაღაცა შესვლა, იმიტომ რომ მართლა რუბიო შეხვდება თუ არა კაიკალს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როგორც ამერიკა იტყვის ესე აკეთებს ევროკავშირი ანუ ჯერ იძახიან რომ ევროპა ამერიკა ჩვენ გარშე ვერ გადაწყვეტს, მე როგორც ამერიკა იქნება ისე იქნება ყველაფერიო და დიდი ესე ვახხანალია არის და დიდი გაუგებრობა არის და რეალურად ამერიკა მიხედავს თავის თავს და ამერიკაში შენ ჯახდი დღეს და სწორს რომ ტრამპი სამ პრეზიდენტს ამოწურვამდე პრეზიდენტი იქნება და ამერიკას არაფერი პრობლემა არ ექნება რა. ხოდა ნუ პრობლემა ეგ არის ევროპის რაღაცაჯერ გვილაპარაკია მაგაზე რომ აი ვერ რაღაცნაირი ხალხია რა. იმის მიუხედავად რომ იაზებენ თვითონ საფრთხეს, აი რუსეთი შეიძლება ჩვენთან ომი დაიწყოს. ამის მიუხედავად ტიპები რუსეთს ფულს აძლევენ აქედან, ანუ ეკონომიკური მიმოцлვის ამბავში. ფინანსებენ იმ რაკეტებს, რომელიც მიიფრინავს უკრაინაზე და რომელიც პოტენციურად შეიძლება გაფრინდეს რომელიღაც ევროპულ დედაქალაქში. აუცილებლად გაფრინდება. კი. და პლუს მაგას ვერ აწიეს ნატოს სტანდარტამდე თავისი სამხედრო ხარჯები. 2034 წლამდე ნელ-ნელა ავწევთ. 34-მდე. 34-მდე დაგარტყოთ რუსეთში სამჯერ თქვი ჩემის. ხოდა ეგ პრობლემა რაღაცა, აი არ ვიცი რაღაცა მოქნილობა აკლიათ, გამბედაობა აკლიათ, ქარიზმატული ლიდერები აკლიათ, ყველაფერი აკლიათ. რაღაცა მიჩვეულები ამ რაღაცა რამდენი წელი გავიდა იმის მერე 70 წლის განმავლობაში, ხო დაახლოებით 70 წლის განმავლობაში. ხო, მიჩვეული რაღაცა მშვიდობას, კარგ ცხოვრებას, რაღაცა სიმდიდრეს, ეგ რეალობა რაღაცა ეს მშვიდობის კონცეფცია და ეს რაღაცა დაიშალა, აღარ არის. ხვალ როდის გამოკლებდება რაღაცა იქიდან სინძინპინი და დაარტყობს ტაივანს ან კიდევ ვიღაცას ან რაღაცას აქეთ პუტინს კიდე ელოდება აქეთ აღმოსავლეთში კიდე აგიფეთ ხდება და შენ რაღაცა ვითომ რაღაცა კოლბის შუშის ქვემოთ ხარ და არაფერი არ გეხება შენთან ეკოლოგიაზე ზრუნავ და პეპლები და გრეტები დარბიან და ეკოლოგიაზე კიდე დამთავრდა მე მინდა ეკოლოგიაზე ხო დანის პრინცს ამოვიდა რეალურად ყელში და ეკოლოგიის პრობლემა 6%-ით ახლა 6% გარემოს სოფლიოს და გარემოს დაბინძურება 6% მოდის მხოლოდ ევროკავშირზე რა, რო იცოდეთ. 6% და ანუ ეხლა რომ საერთოდ რო არ დახარჯონ ეკოლოგიაზე, ანუ რო გაუარესდეს. ხო არაფერი არ ცლება. ანუ ეკოლოგია არაფერი არ ცლება. ანუ საერთოდ არ არის ეკოლოგიის დაბინძურება ევროკავშირზე და ამერიკას დამოკიდებული. ანუ აფრიკის ქვეყნებზე მოდის და აზიის ქვეყნებზე მოდის რეალურად რა. და იქ არ შეიძლება. ანუ 70% რაც არ უნდა თქვა, დაბინძურება გაგრძელდება, იმიტომ შეზიანა დამოკიდებული. ანუ რა ქვეყნებიდანაც მიდის ეკოლოგიის დაბინძურება, საერთოდ არ ეხება ევროკავშირს ეგ რა. ბიჭო, მესმის ეკოლოგიას კაცო უფრთხილდი რამდენიც გინდა ხარჯი, მაგრამ ეკოლოგია რომელსაც შენ უფრთხილდები, ხვალ რავი, პუტინის ისინი სარმატები თუ რა ქვია, ანალოგიები და ისინი მოგიტყავთ ჩემ რას უფრთხილდები. საკუთარ დაცვა თუ არ შეგიძლია. და ეგ პრობლემაა რა. რაც ხო ის მას კაიკალს გამახსენდა. მარტა კოსი არის კიდევ ერთი ეგეთი ევროპელი ბიუროკრატი, რომელმაც ჩვენზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენ ხო ამ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაფინანსება გავუორმაგეთო, მაგრამ ვერ ვაძლევთო. და რა ვფიქრობთ როგორ მივცეთ რავი ეს ხო სასაცილოა ეგ ახლა. გეთქო რომ გავაათმაგეთ რა, უფრო მაგარი რა მაგარი გეთქო, ვერ ვაძლევთო და თანჩ მე და შენ ვიცით როგორ ელოდებოდნენ, ამ ფულს ელოდებოდნენ, ერთი წელიწადი ელოდებოდნენ, რომ ევროკავშირის ფული გვაქვს მედია აიღებსო და გადაუჩებითო
იმის მერე ერთი წელიწადი გავიდა და ის ფული გავორმაგდა. ხა ანუ 100 მილიონზე მეტი უნდა იყოს დაახლოებით. თუ გავორმაგდა 100 მილიონზე მეტია. ეს გავორმაგდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. თუ გავორმაგდა 100 მილიონზე მეტია და იმპოსა ვერ გაძლევთ რა ძმა. მოუნდა ჩვენ. კლოუნები არა. ევროპაზე გავაგზავნეთ საუბარი. ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება შეიზღუდოს. ეს არ არის ჯერჯერობით კანონი, რაც კანონი უნდა მიიღოს მე ყველა ქვეყანამ ინდივიდუალურად, თუმცა რეზოლუცია რაღაცა რჩევა გასცა ევროპარლამენტმა, რომ ესე რაღაცა 16 წლამდე ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიგზავნოს. რავი, რით განსხვავდება მაშინ პუტინისგან იქ უბრალოდ ჩინეთისგან ბიჭო. ჩინეთი მიმებია თელ ინტერნეტში რომ ეხლა კოცებმა რომ იგივე გააკეთონ აქ პირობითად და აუგზავნონ ხო როცა მაგის კონტროლი მაინც არ ვიცი როგორ არის რამდენად შესაძლებელია რაღაცა დღევანდელ სამყაროში იმზავენ მაგრამ VPN-ის გარეშე და VPN-ს ვიღაცები გამოიყენებენ ვიღაცები ვერ გამოიყენებენ ახლა ხო ხო იქ ხადე მაგრამ ზოგადად მაინც რაღაცა მარაზმია ისევ და ისევ და ბევრი მავნებლობა ხდება ევროპაში, ცხადია. იმის მიუხედავად, რომ კარგიც არის, უამრავზე უამრავი, კობახიძემაც აგერ აღნიშნა, რომ მდიდრები არიან, გარკვეული რაღაცა თავის დროს გადადგმული ნაბიჯების გამო, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. არ არის აუცილებელი რაღაცა copy-paste, ყველაფერი გადმოვიწეროთ აქ, რაღაცა. არის კარგი, დაინახავ რომ კარგია, გადმოიღე, გააკეთე. აი პოლონეთის მაგალითი. კი, და რაც ცუდია, რავი, რახან ევროპულია, მაგითო მოდი ჩვენს ვქნათ იდიოტობაც ხარ, ამაგას არაფერი არ ამბობს. ჩვენ არ ვამბობთ ყოველ შემთხვევაში. ხო და კოცებმა რო გამოვაკოპირონ ახლა ეგ. რა როგორ დამოიგოქმა, რა უნდა თქვა? ევროპაში ესეა ძმაო, ევროპული სტანდარტია. აი, იზავენ კიდევაც, დარწმუნებული იზავენ კიდევაც და ევროპაში ცივისაგეთ რომ შიდა პრობლემებს მიხედონ რეალურად იქაც ხო პოლიტიკოსები ყველა სახელმწიფო ყოველთვის ბოროტი არის პლუს მინუს ხო ზოგან ნაკლებად ზოგან მეტად და ეხლა რაღაც შიდა პრობლემები რო გადამალონ რაღაცები ხალხის ხმა გააჩუმო შედარებით რაღაცა ეგეთ კანონებს იღებენ რომ ხალხს არ ეცალოს პოლიტიკისთვის და ამება გააგზავნო ფულის ჭამა რაღაც ბიუროკრატიებში რაღაცები ჩაილჩი და ხალხი რაღაცა ისა სამსახურზე ფიქრობდეს და რაღაცა მუშაობაზე და ნელ-ნელა პოლიტიკა არ განიხილება იმიტომ რომ ყველა განიხილავს ევროპაში უკვე რომ აღარ ყელში ამოვიდა თუნდაც მიგრაციის პრობლემა რაც არ უნდა არ იმჩნევდა ბრიტანეთი ევროპა всё გასკდა მოსახლეობამ ყველას არჩევნებზე ანახა რომ აღარ უნდათ ეს მიგრაციის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას რა. გერმანიაში კი დაიწყეს სირიიდან მიგრანტების გაშვება უკან სირიაში. ოღონდ ძალიან ცოტა არის. ხო, ეხლა ბიჭო, ეგეც წარმოუდგენელი იყო ერთი რამდენიმე წლის წინ. ერთი ზოგადად, თუნდაც ხო. რაღაცა ვალდებული გახდა რაღაც მომენტში ხელისუფლება რომ ხალხის ამოთხოვნაზე რეაგირება ჰქონოდა. და აქ ვხედავთ AFD-ს, რომელსაც რეიტინგი სასწაულად ეზრდება. და მოიგებენ კი, ეხლა ერთი 20 წელი აქვს, ერთი ხო. ხო და ეგიც არასწორი არის რა. ნახოთ, არ ვიცი ეხლა იქ საქმე არის იმაზე, რომ რაღაცა რუსეთის ჯაშუშობას აბრალებენ ნახევარზე მეც. რაც მარისის ეხლა აგერ ვიტკოფი აღმოჩნდა. ტრამპის მეორე მარჯვენა ხელი აღმოჩნდა რუსეთის პროჯი. და იქაც მარიცის ნახოთ ერთ სიტყვით. ხო, კიდე ერთი თემა რაც გამოგჩა შიდა, რომელიც რაღაცა ევროპასთან კავშირშია ცხადია, მიგრანტების ამბავი ისევ რაღაცა წინა კვირას გავიარეთ ეგ თემა, ის რომ რაც აუგზალეს ხმის მიცემა საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ აქ და რაღაცა მიცენ ხმაო. ხო და მათიკაშვილი არის ეგეთი ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრიც, რომელსაც თქვა შემდეგი რამე, რომ სიტყვით არ უთქვამს ეგ, მაგრამ განწყობას გადმოცემ. რა შეგვეცითო ამ ემიგრანტების გადმორიცხული ფულით რა. კი, კარგია, ურიცხავენ თავის ოჯახებს, მაგრამ ბიუჯეტში ხო არ ერიცხება ეგ ფულიო და რაო, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს მაგ ფულსობა. ხო და მათიკაშვილი ან იდიოტია პროსტა. და თუ იდიოტია და ეკონომიკა ეგრე არ ესმის, მე მაშინ რაღაცა მაგის მე არ მისმის რატო აირჩიეს ყავილაშვილი პრეზიდენტად და არა მათიკაშვილი. მათ თუ რაღაც ინტელექტებიც ბრძოლა თუ მიმდინარეობდა, მათიკაშვილსაც ჰქონდა ყველა შანსი რომ გაიმარჯვა და გახდა ჰაბიტოსის გამო. ბაზარი კი, ხო, ჰაბიტოსის გამო. აქ მათიკაშვილი აშკარა. მათიკაშვილი აგებს, კი. ორივეს დალბაები ჰაბიტოსი აქვს, მაგრამ აბას უფრო ქართულია.
ხო, ნუ მათიკაშვილმა ხო არ ეწერა მაინც პრეზიდენტობა მაგაც. ხო და ან იდიოტია და უბრალოდ ეკონომიკა არ ესმის იმდენად რომ ეს ფული რომელიც აქ იგზავნება ამ ფულს ხალხი რაღაცა სეიფებში კი არ აწყობს. არამედ ხარჯავს. ეგ ფული რაღაცა ბრუნავს ეკონომიკაში, რაც განაპირობებს მათ შორის ეკონომიკურ ზრდას. რაღაცა სიგარეტს ყიდულობენ, ბენზინს, საჭმელს ყიდულობენ, საჭმელიდან დღეგ გადის 18% სიგარეტიდან, ბენზინიდან აქციზი, სიგარეტიდან აი უკვე ახალი წლიდან 2.75 წავა ბიუჯეტში და რაღაცა აი ბიუჯეტში ფული თუ არ შედის, ეგ ფული არ არის, მაშინ არის გადადის მანქანაზე. ხო და უამრავი ფული შედის ბიუჯეტში და რაღაცა ბიუჯეტით ეკონომიკაზე საუბარი არის უტვინობა და თუ ეს ესმის და მაინც საუბრობს, ნაბიჯვარია ჩვეულებრივი და ეგ არის რა. ნაბიჯვარიც არის. ხო, ნუ თუ არ ესმის, ამ შემთხვევაში просто დებილია. ხო, ეს თემები იყო იდეაში. ხო და მაშინ ევროპაზე მოვყვები ხა ცოტა საერთოდ მიგრაციაზე. ეხლა გარი მოგვიყვება თავის. ერთით ვიყავი ფინეთში. რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში და ისიც. ანუ იმენა კარგად დავათვალიერე. თან ფინეთი იმით აგვაქვს ჩვენ, რომ რუსეთის მესაზღვრე არის და ბოლო ქვეყანა ზოგადად ვინც რუსეთს ომი მოუგო ისე რა, დაიცვა ტერიტორიები რაღაც პროცენტი წაიღო რუსეთმა მაინც, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი გახდა რა. და ჩაგიჭრები ფინური მთავრობა ბევრად საღია დანარჩენ ევროპულ მთავრობებთან შედარებით. მათი პრეზიდენტი ეხა ყველაზე საღი არის ერთ ევროპულ ლიდერებს შორის რა. ის კი ფინანსურადაც პროცენტულად რა ხო ძალიან საკაიფოდ ეხმარებიან შვედებთან ერთად რა ობიექტურად. და ეს მის რუსეთის საფრთხის შინაარს ზოგადად. სტაბია გვარად ხო მგონი. მგონი ხო. და ის არის. ესე იგი რა არის? მე ამ მომეწონა ასაკვანი ხალხთან მქონდა ურთიერთობა და ახალგაზრდებთან. ასაკვანი ხალხი აბსოლუტურად ყველა მიცოდა საქართველოს შესახებ, აბსოლუტურად ყველა და აბსოლუტურად ყველას გააზრებული ქონდა რუსეთი მტერიალი. აბსოლუტურად ყველას. რა იქ არ შეხვედრია. აბსოლუტურად იციან დღესაც რა ხდება ჩვენთან საქართველოში იყო ჩვენ ძალიან უცნაური. აბსოლუტურად ყველას. ერთთან კი 10-ობით ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. აბსოლუტურად ყველა მიცოდა რა ხდებოდა საქართველოში. ეგ ძალიან მომეწონა. მათ შორის ახალგაზრდებმაც იცოდნენ რომ რა ქვეყანა ვართ. და რაც ხდება ქვეყანაში ეგ იცოდნენ. მეორე მიგრაციის პრობლემა. ახალგაზრდებს ნაკლებად აწუხებთ, მაგრამ ყველა ასაკვან ადამიანს ვისაც ველაპარაკე, იმენა აწუხებთ მიგრაციის პრობლემა. აბსოლუტურად ყველას აწუხებს ეგ და ელში აქვს ამოსული, იმიტომ რომ ეხლა ნახები, იქ ბავშვი რო გიჩება ფინეთში. ყველა ევროპულ ქვეყანაში სხვადასხვა წესები აქვს, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადი ბავშვს 800 ევროს აძლევენ. და აქ ჩამოდიან დევნილებად ბარდებიან რა. და 800 ევროს იღებენ ბავშვზე. თუ ორი ბავშვი ყავს, მე 900 евро გაქვს. და 4 წელიწადი, ანუ ისე 2-3 ბავშვი თუ გააჩინე, 4 წელიწადი გაქვს ეს ფინანსური დახმარება და მაგრამ ბავშვი თუ სრულწლოვანია, ანუ ფინეთის მოქალაქეობას იღებს. ისიც შობელი თუ არა მოქალაქე მგონი ვერ იღებს, მაგრამ რაღაც პირობების შემდეგ რა შობელი თუ არა არის მოქალაქე, მაინც შეუძლია ბავშვს აიღოს მოქალაქეობა. ბავშვი თუ მოქალაქეობას იღებს 18 წლამდე უკვე ის არის, რაღაც ფული გერისხება. და მინდა გითხრათ რომ შენ თუ ბინისკირას ფარავან ბინისკირას გიხდიან ფინეთში 800 евро კაცზე აი ესე გეყოფა აი ყველაფერზე ყოფცა ძალიან დიდარია რაც მომეწონა ხო აი ევროკავშირშიც აპლისები რომ ძალიან მაღალი ცხოვრების ხარისხია სოციალური ტრანსპორტი კვებ ხარისხი საჭმლის პროდუქცია ანუ გემრიელი არ არის როგორც ჩვენთან მაგრამ გაცილებით ჯანსაღი საკვებია ჩვენ ნებისმიერ ხელფასზე აბსოლუტურად full time თუ მუშაობ, შეგიძლია გადაიხადო ქირა, შეგიძლია რაღაც იპოთეკა გამოიტანა, აბსოლუტურად ნებისმიერ full time ხელფასზე რა. შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერი ჭამ და კვირაში რამოდენიმეჯერ კაფეში ცია რა, ანუ ჩვენებს ხოვრობთ რა, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია რა. საქართველოში თუნდაც 2000 ლარი ქონდეს კაცზე რა, ერთი კაცზე ხელფასი. ბევრი რაღაცაზე არ გეყოფა. იქ აბსოლუტურად ნებისმიერ ხელფასზე როცა full time გაქვს, იმდენი ხელფასი გაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ. ისე რომ შეგიძლია რეალურად თვეში 2-3 დღე გახვიდე ქვეყნიდანაც რა. და ეგ წარმოუდგენელი არის. ეგ პლუსები აქვს და მინუსები არის ის ხო მიგრაციის პრობლემა. იქ არის რაც ფინეთში ნაკლებად არის ვიდრე სხვა ევროპაში, იმიტომ რომ აკონტროლებენ. ის კი ახლა ახალი კანონი შეიტანეს, ანუ იქ გამოფხიზლდა ეგრევე თავრობა, მithme სტაბიც რომ მოვიდა. მოგერთად სოციალურები ძალიან ამცირებს სოციალურ დახმარებას და ვინც არ მუშაობს ანუ რაღაც ვადაგიძლევა სოციალურ დახმარებას იღებ, თუ არ მუშაობ, მე გიწყდება ისინი და გივცირდება, მე გიწყდება და აცი ვინც მოქალაქეობაზე შედის, შეაქვს საბუთების თუღაც მიგრანტს, ანუ თუნდაც არაჩაბარებულს, არა ზოგადად სამუშაოდ ჩასულს, თუ სოციალურ დახმარებას იღებდი ბოლო 5 წლის განმავლობაში. მოქალაქეობას ვეღარ აიღებ. ანუ 5 წელიწადი უნდა იცხოვრო ისე რომ სოციალურ დახმარება არ ვიყო არც შემთხვევაში.
თუ არა საბუთები ვერ შეგაქვს მოქალაქეობას, რაცა ძალიან მაგარი და ეგ არის 17 დეკემბრიდან შედის ეს კანონი ძალაში და აი ვისე ფიდით ვისაც ველაპარაკე ასე ხომ აი ამისა ზეიმობენ. ახალგაზრდებს არ აქვს გაზრებული, ანუ საქართველოს შემიძლია თამამად თქვა რომ ქართველი ახალგაზრდები გაცნობიერებულები არიან ჩვენი რთული ცხოვრებიდან გამომდინარე პოლიტიკაზე და ზოგადად რა ხდება სამყაროში და უფრო მემარჯვენეები ვარ თუ იქ უფრო მემარცხენეებისკენ არიან გადახრები, მაგრამ ასაკოვანი ხალხი საერთოდ არ არის მემარცხენე. აი ეგ მომეწონა რომ იმიტომ ეთყობა ვიცი აშინებული ეგ ქვეყანა რა. ძალიან გააზრებული. ბავშვებში იცის ხოლმე ეგ მემარცხენეობის იმან და ისდებიან ჭკუ ემატებათ მე ხდებიან რომ ძალიან გააზრებული გახარ 17 დეკემბრის მერე всё ანუ თუ სოციალური დახმარება ერთხელ მაინც გაღებული 5 წელიწადი ვერ გახდები მოქალაქე რა. და ნელ-ნელა ის არის ანუ. ხო და მორალი ამ ამბის რაც გარი მოყვა არის ის რომ ევროპაშიც ცხადია. აზე მოდიან ეგერთი და ნუ ბევრი სიკეთეა რაც ჩვენ არ გვაქვს. ხო, იმის ხარ აგვაქვს და ძალიან შორს დავართ მაგის თქვენი კონფლიქტი შედარებით. ევროკავშირის წევრობა პოტენციურად არ ვიცი ეგ დღეს, რაც აღარ დგას ეგ დღეს ეს რიგში, მაგრამ ზოგადად მაგ სამხაროს ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია და მაგ სამხაროს პრობლემების გადმოტანა აქეთ აუცილებელი არ არის საერთოდ. არავინ არ გავალდებულებს, არავინ არ აქვს კარგს ხედავ, გადმოიტან, ცუდს ხედავ, დაიკიდე. ეგრე არის მათ შორის ხო რა. პენსიებზე იმაზე არ ვლაპარაკობ, ხო, პენსია არის მინიმალური, არის კაცების საშუალო პენსია არის 2300 евро. იმხელა თანხა, ეგ მითხრეს იქ პენსიონერებს ყველას თავის სახლი აქვს, უკვე დაცხოვრები აქვს, მედიცინა უფასო ყველაფერი და ამის ფონზე 2300 евро. აი ძალიან ბევრი ფულია. მართლა ძალიან ბევრი ფული და ქალებზე 1900 евро, აი დადასტურო евро. ხო და ესეთი ამბავი ერთ სიტყვით. ხო რა. ესეთი პოდკასტი გამოგვიდა ამის შეჯამება კი და ხო ტრადიციულად მეგობრებო, ვინც ბოლომდე უყურეთ ჩვენს პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ სხვებსაც, დაგვეხმარეთ გაზრდაში, აწი რაღაცა უკვე წყვილად ვიქნებით ნამდვილად. და გაზრდაში ხო თუ მაინც TikTok-ს მივაწვევით კიდევაც, TikTok-ის 1000 ის არის, მე რა აღნიშნოთ. TikTok-იც გვაქვს, YouTube-იც გვაქვს და Facebook-ს არ ვართ. ხო, და არც ვიქნებით. ნუ ეგ არის რა. ერთ სიტყვით ეს არის მეგობრებო, შემდეგ კვირამდე უკვე ალბათ დროებით.